უფალი იესო და ცეცხლის ალით იძიებს შურს მათზე. ვინც არ შეიცნო ღმერთი და არ ემორჩილება უფალი იესოს სახარებას. ქრისტეს მეორედ მოსვლა და სამსჯავრო ერთსა და იმავე დროს უკანასკნელ დღეს მოხდება? ხოლო როცა ზეთისხილის მთაზე იჯდა, მიუახლოვდნენ მას მოწაფეები განმარტოებით და უთხრეს: გვითხარი, როდის მოხდება ეს და რა იქნება შენი მოსვლისა და საუკუნის აღსასრულის ნიშანი? და იხილავენ კაცის ძეს, ცის ღრუბლებზე მომავალს, დიადი ძალითა და დიდებით. მოავლინებს თავის ანგელოზებს დიდხმიანი საყვირით და შეკრებენ მის რჩეულებს ოთხივე ქართაგან, ცათა ერთი კიდიდან მეორე კიდემდე. ქრისტე მეორედ მოდის არა განსასჯელად, არამედ რჩეულთა გადასარჩენად. ასე რომ გადასარჩენად ჩვენ უნდა შევხვდეთ ქრისტეს, რომელიც უკანასკნელი განკითხვის წინ ღრუბლებზე გამოჩნდება. მაშინ რა ნიშნავს ღრუბელი? ეს ცის ღრუბლებია? ღრუბლები ბიბლიური იგავია, რომელიც ხორცს აღნიშნავს. ცის ღრუბლებზე მოდიოდა კაცის ძის მსგავსი. იგი დღეებით ძველთან მოვიდა და წარდგენილ იქნა მის წინაშე. მიეცა მას ხელმწიფება, დიდება და მეფობა. ეს არის წინასწარმეტყველება იესოს შესახებ, რომელსაც ღმერთი მისცემს ხელმწიფება, დიდებას და სამეფოს. იესო ამ დედამიწაზე ხორციელად მოვიდა, როგორც სხვა ადამიანები. თუმცა ბიბლია ამბობს, რომ იესო ღრუბლებთან ერთად მოვიდოდა. რატომ ადარებს ბიბლია ხორცს ღრუბელს? პირველ რიგში ეს იმიტომ, რომ როგორც ღრუბლები ფარავენ მზის შუქს, ხორცი ფარავს ღვთის დიდების შუქს. მეორეც, ეს იმიტომ, რომ ისევე როგორც ყველაფერი ღრუბლებიდან წვიმის მეშვეობით ცოცხლდება. ღმერთიც ხორციელად მოდის და კაცობრიობას სიცოცხლის წყლის სიტყვებით იხსნის. იესოს პირველი მოსვლის დროს მოწაფეებმა, რომლებმაც იცოდნენ, რომ ღრუბლები ხორცს ნიშნავდა, ირწმუნეს იესო და მიიღეს ხსნა. იესოს მეორედ მოსვლის დროსაც ადამიანები, რომლებიც აცნობიერებენ, რომ ღრუბლები ხორცს ნიშნავს, ირწმუნებენ ქრისტეს ანსანგხონგ და იღებენ ხსნას. ვიმედოვნებთ, რომ აბსოლუტურად ირწმუნებთ ბიბლიის წინასწარმეტყველებებს, მიიღებთ ქრისტეს ანსანგხონგ, რომელიც ხორციელად მოვიდა და გადარჩებით.